დიდი ხანია საუბრობენ ილია თოფურიას და ისლამ მახაჩევის მოსალოდნელ ბრძოლაზე. ბევრს მიაჩნია, რომ ილია გაიმარჯვებს, ბევრს კი რომ ისლამი. ამის საფუძველზე გამიჩნდა იდეა, რომ უფრო ღრმად განგვეხილა თეორიულად, რა უნდა მოხდეს იმისათვის, რომ თითოეულმა მათგანმა შეძლოს გამარჯვების მოპოვება. ასეთი მაღალი დონის ბრძოლისას ძალიან ძნელია ზუსტად იმის თქმა, ვინ დატოვებს ოქტაგონს აწეული ხელით იმ ღამეს. სწორედ ამიტომ დღეს განვიხილავთ, რა გზა უნდა გაიაროს ილია თოფურიამ გამარჯვების მოსაპოვებლად. ცხადია, გეგმაშია მეორე ნაწილის გაკეთებაც, როგორ გაიმარჯვებს ისლამ მახაჩევი, მაგრამ ეს იქნება მოგვიანებით. დღეს კი, როგორც ვიდეოს სათაურიდანაც ჩანს, ილია თოფურიაზე ვისაუბრებთ. ჩვენ ვივარაუდებთ სცენარს, სადაც მატადორის გეგმები იდეალურად სრულდება. პირველი, ფიზიკური უპირატესობის მინიმუმამდე დაყვანა და ჭიდაობის თავიდან აცილება. აშკარაა, რომ ილია თოფურია ფიზიკური პარამეტრებით გარკვეული უპირატესობის გარეშე იწყებს ბრძოლას, განსაკუთრებით ქვემძიმე წონაში, ველტერვეიტში. ყველამ ვნახეთ, როგორ აღადგენს წონას ისლამი და რა მასშტაბებს აღწევს ამ დივიზიონში. ეს მართალია ყოველთვის არ ექცევა სათანადო ყურადღებას, მაგრამ უდავოდ მნიშვნელოვანი ფაქტორია, რაც კარგად გამოჩნდა ისლამის ბოლო ბრძოლაში. ისლამ მახაჩევმა დომინირება შეძლო არა მხოლოდ დონის აშკარა სხვაობის გამო, არამედ წონის სხვაობის ხარჯზეც. ისლამი უფრო დიდი იყო ვიდრე ჯეკ დელა მადალენა და ამან მას აშკარა უპირატესობა მისცა. ილიასთან დაპირისპირებაში თითქმის იგივე, ან უარესიც კი მოხდებოდა, რადგან ილია კიდევ უფრო მცირე ზომისაა ვიდრე ჯეკ დელა მადალენა. ასე რომ პირველი პუნქტი საკმაოდ ნათელია. ილიამ მაქსიმალურად უნდა შეეცადოს თავიდან აიცილოს ახლო კონტაქტი, კლინჩი და ჭიდაობა ისლამთან. ადვილი სათქმელია, მოერიდე ჭიდაობას, მაგრამ ბევრმაც ცადა და ვერავინ შეძლო. ეს თავად ისლამ მახაჩევმაც თქვა. ყველა ამბობს ბრძოლის წინ, რომ შეძლებს ჩემი თეიქდაუნების დაცვას, ჩემი ჭიდაობის კონტროლის, მაგრამ ბოლოს ეს არ ხდება. მე მათ ვაგდებ და მორჩა. პირადად ჩემთვის გასაკვირვი არ იქნება თუ ილია თოფურია ადრე თუ გვიან მაინც დაგდებული იქნება ისლამის მიერ. ეს უნდა იყოს გააზრებული. მაგრამ ილიას უნდა ეცადოს, რომ ეს მაქსიმალურად გადადოს და არ უნდა ეცადოს თეიქდაუნის დაცვას ნებისმიერ ფასად. ვფიქრობ, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომა, რასაც მებრძოლები უშვებენ ასეთი ოპონენტების წინააღმდეგ. თქვენ ვერასოდეს მოუგებთ ასეთ ადამიანებს, რომლებიც მთელი ცხოვრება ჭიდაობაში არიან. 1, 2 ან 3 საწვრთნელი ბანკით. უბრალოდ არ გამოვა. ამის დამადასტურებელი ბევრი მაგალითია. დრიკუს დიუპლესი, ან თავად ჯეკ დელა მადალენა. მებრძოლები, რომლებიც ცდილობდნენ ცეცხლში შევარდნა სპეციალისტების წინააღმდეგ და შედეგი ყოველთვის ერთნაირი იყო: დამარცხება. არ ვამბობ, რომ თეიქდაუნის დაცვაზე არ უნდა იმუშაოს. რა თქმა უნდა იმუშაოს, რაც შეიძლება მეტი, მაგრამ არ უნდა აქციოს ეს კონტრშეტების მთავარი იარაღად, რადგან ეს საკმარისი არ არის. სხვა სტრატეგიებიც უნდა ქონდეს. თუ თქვენ წინ დგას ისლამ მახაჩევი, ხამზად ჩიმაევი, ან თავის დროზე ხაბიბ ნურმაგომედოვი, დაცვას ვერ მოახერხებთ. ეს თავიდანვე გასაგები უნდა იყოს. ასე რომ ილიამ ორი რამი უნდა გააკეთოს. არ იყოს უძრავი სამიზნე ბრძოლის არც ერთ მომენტში, იმოძრაოს, იყოს აქტიური და გამოიყენოს კომბინაციები აპერკოტებით და მუხლის დარტყმებით, როდილაზოებით, თუ ისლამი თეიქდაუნისკენ ისწრაფის. ამით ისლამ მახაჩევი ვერ იქნება ისეთი თავდაჯერებული და ორჯერ დაფიქრდება, რაც გამოიწვევს მეტ ბრძოლას ფეხზე და შესაბამისად მეტ გაცვლას, რაც ილია თოფურიას სურს. მეორე მნიშვნელოვანი საკითხია აგრესიულობა. ისლამ მახაჩევი ყოველთვის სწრაფად აშინებს მეტოქეებს, აიძულებს მათ ფიქრსა და შიშში ყოფნას, რაც მას საშუალებას აძლევს გაიზარდოს ბრძოლაში. ილიამ არ უნდა დაუშვას ეს. მან უნდა შევიდეს ოქტაგონზე სრული აგრესიით 0 წუთიდან. არ უნდა მისცეს ისლამს სულთქვის საშუალება, ფიქრის საშუალება, მოქმედების საშუალება, რადგან მეტოქეები, რომლებიც ასე უპირისპირდებიან ისლამს, საქმეს ურთულებენ მას. ჩვენ ეს რამდენჯერმე ვნახეთ, ძირითადად ალექსანდერ ვოლკანოვსკისთან პირველ ბრძოლაში, ასევე დასტინ პორიესთან და არმან ცარუკიანთან დაპირისპირებაში. დიახ, ვიცი რასაც იტყვით. ისლამი გამარჯვებული გამოვიდა ამ ბრძოლებში, მაგრამ ეს არის ის ბრძოლები, სადაც ის ყველაზე დაუცველი ჩანდა, განსაკუთრებით ვოლკანოვსკისთან. ილია თოფურიამ უნდა გაიგოს, რომ მართალია ის არ იქნება უფრო ძლიერი ვიდრე ისლამ მახაჩევი, ყოველ შემთხვევაში ამ წონაში და ამ ბრძოლაში, მაგრამ ის ნამდვილად იქნება უფრო სწრაფი და მოქნილი ვიდრე ისლამი და უნდა ეცადოს, რომ ეს უპირატესობა მის სასარგებლოდ გამოიყენოს. მან იცის რა იარაღი აქვს და რა არა. ჩემთვის დიდი შეცდომა იქნება თუ ილია თოფურია შეეცდება ისლამის ერთი დარტყმით ნოკაუტს. ვფიქრობ, რომ ამ წონაში ისლამ მახაჩევი გაუძლებს ილიას დარტყმებს. არ მგონია, რომ მას ისევე დაემართოს, როგორც ჩარლს ოლივეირას.
ვოლკანოვსკის ან მაქს ჰოლოვეის. ჩემთვის დიდი შეცდომა იქნება ილია თოფურიას მხრიდან თუ ის მოთმინებას დაკარგავს იმის გამო, რომ ვერ ახერხებს ისლამ მახაჩევის ნოკაუტს 1, 2 ან 3 დარტყმით. თუ ის ნოკაუტით მოიგებს, ფიქრობ ეს უფრო დარტყმების დაგროვების შედეგი იქნება, ვიდრე 1 დარტყმის. ფიქრობ ეს იქნება თანდამიმდევრული პროცესი კარგი კომბინაციებით, გრძელი კომბინაციებით, ქვემოთ და ზემოთ. მაგრამ თუ ის მას 1 დარტყმით დაანოკაუტებს, მეგობრებო, ეს იქნება უპრეცედენტო მომლენა. ეს არ იქნება ნორმალური, რადგან ჩვეულებრივ, როდესაც მებრძოლები მაღალწონით კატეგორიაში გადადიან, მათი დარტყმის ძალა ოდნავ მცირდება. რადგან ვიმეორებ, ეს ნორმალურია, ასეც უნდა მოხდეს. ეს დაემართა თვით კონორ მაკგრეგორსაც კი. კონორი 65.8 კილოგრამში, 145 ფუნტში და თუნდაც 70.3 კილოგრამში, 155 ფუნტში მხოლოდ ხელის გადასმა სჭირდებოდა და ყველას აძინებდა, გარდა ნეით დიასის და ჰაბიბ ნურმაგომედოვის. მაგრამ 77.1 კილოგრამში მისი დარტყმის ძალა ისეთი აღარ იყო. მართალია, ცოტა ბრძოლა ჰქონდა, მაგრამ ძალა უკვე სხვა იყო. დიახ, ვიცი რომ ამას თან ახლავდა მისი დაქვეითებაც, მაგრამ წონამაც დიდი როლი ითამაშა დარტყმის ძალაში და ეს შეიძლება მოუვიდეს ილიასაც. ილია ალბათ ამას დაიაზრებს 0 წუთიდან და ამით თავიდან აიცილებს ცუდ სიურპრიზებს ბრძოლის დღეს. კიდევ ერთი უმნიშვნელოვანი საკითხია კარდიო. ილია თოფურიას უნდა ჰქონდეს საკმარისი გამძლეობა, რომ გაუძლას ისლამის შეტევებს, არ დაიღალოს და არ ამოიწუროს ძალები. როგორც დასაწყისში ვთქვით, თითქმის ფაქტია, რომ ისლამი მას ადრე თუ გვიან იატაკზე დააგდებს. ისლამს აქვს მსოფლიო დონის უმაღლესი ხარისხის ჭიაობის დონე და მის სასარგებლოდ აქვს ზომაც. ის მას დააგდებს აუცილებლად. როდესაც ეს მომენტი დადგება, ილიას უნდა ჰქონდეს საკმარისი გამძლეობა და კარდიო, რომ შეძლოს იმდენ ხანს იბრძოლოს იატაკზე ისლამთან, რამდენ ხანს საჭირო იქნება. წამოდგეს ფეხზე და შეინარჩუნოს ბრძოლის ძალიან კარგი რითმი. რადგან, როგორც ვიცით, ჭიაობა ყველაზე მეტად ღლის მებრძოლებს. ხელები გეწვებათ, ვეღარ უძლებთ და უკვე ის მებრძოლი აღარ ხართ. ამან აშკარად შეიძლება ნახევარი ბრძოლა მისცეს ისლამს. ამიტომ ილია მზად უნდა იყოს. რეალურად ილია თოფურიას კარდიო ბოლომდე არ გვინახავს. ის ბრძოლების ძალიან სწრაფად ამთავრებს. ყველაზე მეტად მისი გამძლეობა დავინახეთ მაქს ჰოლოვეის წინააღმდეგ. ბრძოლა მესამე რაუნდამდე გაგრძელდა, სადაც ილიამ მოახერხა მისი დასრულება, მაგრამ ის უკვე უფრო დაღლილი ჩანდა. ვნახოთ, როგორ დაბრუნდება ის ნეგებ ბრძოლაში. თუ ის დიდხანს გაგრძელდება, ან თუ ის სწრაფად მოახდენს ნოკაუტს, მაშინ უკეთ დასკვნებს გამოვიტანთ. ძმებო, ეს არის ის პუნქტები, რომლებიც ვფიქრობ, რომ ილიამ უნდა დაამუშაოს ისლამ მახაჩევთან გამარჯვების მისაღებად. ეს უდავოდ უმაღლესი დონის ბრძოლაა, რომლის პროგნოზირებაც ძალიან რთულია. ვნახოთ რა მოხდება. ეს ჩემი აზრია, მაგრამ დამაწერინეთ თქვენი კომენტარებში და შევხვდებით შემდეგ რაუნდში.